მოდი შედი. დადექი კუთხეში. მოხვედი უკვე ელენე, სად იყავი? წადი დადექი კუთხეში. სად ვიყავი და ნიკას კრებაზე ვიყავი. რასა მოგასურა? მომჭრა თავი, ლაშა, მომჭრა თავი. იმისი როგორ არ შექვს ხვანდახანს ფეხზე რომ ვიდექი, ჰა? შენი დექი და მე რატო უნდა შემცხოვრები? მილაშა სირცხულისაგან სად გავპარულიყავი არ ვიცოდი. ისაც გაპაროს დაგიბარეს და სად უნდა გაპარულიყავ? ელენე, გამშვიდი რა გითხეს ამის არა 74-ია უკვე კაცო გაჩერდი. აი მილაშა თქმით არაფერი, ამისი დამრიგებელი ისე მიყვირა და კინაკამ ჩემი მშობლებიც დაიბადა. მამა? დაწყარდი დამში ძალიან ანერვიულებული ხარ ჩანხარშენ თოდი სამსახურში წარი ცოტა გულს გადააყოლე რაღაცა იქნება სამსახურში გამოდი კაცო სამსახურში წადი მეტი აქ რა გინდა არა ჯერ ხო გიში მეგოდე რასლაპარაკო ნეტარატო რატო და ამ ვაჟბატონმა 2 დღის წინ თქვა რომ ბიძა გარდამეცვალა ლაშა და ეს ჩაცმული რომ მივედი გენახა რანაირად მიყურებ დედა რა გინდა ქიმიის მასწავლება სხვა არაფერი არ უთქვია ქიმიას არ სწავლობ მასე არც ფიზიკას არ სწავლობ მაგრამ კი გამოგლანძღა კარგი დაწყნარდი დამშვიდი შენ არ ინერვიულო ხვალიდან მე მივხედავ ნიკას მე მოული ყველა გაკვეთილებსაც მე ვასწავლი მე წავიყვან მე წამოვიყვან ხვალიდან მე მივხედავ შენ არ ინერვიულო და ხვალ რა ვიღაც გოგოს ხვდები ზეგიდან მივხედავ ელენე არ არის პრობლემა ხა ხო და ზეგრო დაბადების დღეზე მიდიხარ მაზეგ ელენე მაზეგას რა უდგას მაზეგ ნაბახუსევი იქნები და როგორ მასწავლი კაცო ერთი ბიჭისთვის ვერ მიგიხედავს ელენე რა არის არ ვიცი ვაშა რა არ ვიცი ამდენი ენერგია საიდან აქვს რომას რა წეს რომას მოხმე და რომეულები ენერგიას მოგიმატებსო ხომ და დავხარჯო სადმე წადი ახლა დროზე კუთხეში უყურე ერთი ამას იცი რას ვიზავ შენ კი არა ლაშა ხვალიდან მე მოგხედავ შენ ნიკა გასაგებია ყოველ დღე ჩამაბარე წადი სამსახურში თორე უფრო მოგეშლება ნერვები გეუბნე არა და ყოველ დღე მოვალ მე შენთან სკოლაში ვაშა რა არის ეს გითხარი წადი სამსახურში უფრო მოგეშლება ნერვები რა დამიჯერე და ახა ისე ელენე მომისმენთ ჩვენ თუ გვინდა ევროკავშირში ნატოში შესვლა ესეთ რაღაცებს უნდა მივეჩვიოთ დენეცო ეკონომიკის განვითარების რასაკეთებ პაატა? კანაკზე. პაატა ხელს მიშლი მეცადინეობ, გამატარეთ. მეცადინეობ? მე მეგონა დილის ლოცვას კითხულობდი და
უნდა იმეცადინო, თეკლა აბარა უნდა ქნა, უნდა იმეცადინო. მე რო არ მემეცადინა და ეს რო არ მესწავლა, ეხლა იქ არ ვიმუშავებ, სადაც მუშაობ. აბარა, ოჩა. კარგი ხო, კარგი რა იყო, რა ხჭის გამჩერდი, ხან ხელს არ შეგიშდი. ისე რა გამასწავლებს, ბავშვი ხო არ ხარ. თეკლა რო ისწავლე, ხო ჩავაბარებ. ღიური გარ. რო შევამოწმო რა. დაამთავრე? კი. პატა ძალიან ნიშნი ხელ სამსახურში არ გეჩქარება წადი რა. ისე სამსახურზე გამახსენდა მართლა რა უნდა მეთქვა შენთვის. ეხლა ნეტა ხელფას არ მომიმატებენ ჰა თეკლა. რა ვიცი დიდი სამით კი შემოხაზე და ეხლა. პატა გეხვეწები ისულეობა, გეხვეწები. არა ძალიან კარგად უნდა ვისწავლო. სოფიკოზე უკეთესად უნდა ვისწავლო, რომ მე შეშობდეს და დაიბოღმოს. მე მთელი დღე ცუთ ხასიათზე იქნება, მე კიდე ბედნიერი ვიქნები. მე დავცინებ ხოლმე, როგორ ვერ ისწავლე მეთქი. ხო ისე თეკლა შენ სამეცადინო გაქვს ხო მე მგონი? უი ხო. ხო არ დაგავიწყეს მიდი. ჯერ რამდენი დამჩა სასწავლო. ამას რა დაიმახსოვრეს მთელ აბზაცში ერთი სიტყვა არის მარტო ნაცნობი ფიდბექ. ეგ რას ნიშნავს რომ? არ ვიცი, მაგრამ მეცნობა. პატა ძალიან ძნელია. ძნელი არა ისე, ძნელი იყო მე რო სოლფეჯიოზე დავყავდი, პატარა რო ვიყავი, მაგის სწავლა იყო ძნელი. რა თქმა უნდა, სოლფეჯიო მე არ მქონდა სახში და პიანოზე არ დავყავდი და რა თქმა უნდა, სოლფეჯიო ეხაც არ ვიცი რა. არ ვიცი, პატა. რაიმე ძალიან ძნელია. არა მგონია. პატა, ძნელია მეთქი და ნუ მეწინააღმდეგები. თეკლა არ გეწინააღმდეგები, უბრალოდ არ გეწინააღმდეგები. ეკონომიკის განვითარების ვერ წავობ, დებილი ვარ რა. ხო, აბა. რა ხო? არა, ნუ მეწინააღმდეგებიო და არ გეწინააღმდეგები და შემი თქვი დებილი ვარ და ხარ გამოდის და კარგი დაიწყე. მაშა შენ ხარ უსინდისო. უნამუსო. უზრდელი. მედაქტოვებ. კარგად გძანდებოდეს. ეს დაგირეკო მე ხო? უზრდელი იყო ხო უკვე თუ? უზრდელი იყო ხო უკვე? სუქანი მაშინ. სუქანი ხარ ლაშა. ხო, და საერთოდ შენ მე შემპირდი რომ აქ გოგოს აღარ ამოიყვანდი. მეორედ. მახსოვს რომ ჩემი თავით დაიფიცე. ენე, მე იმ გოგოზე გითხარი, გუში რა მოიყვანი, არა მოიყვან, ხო ეს სხვა არის. ჩახლაშა, არა, ჩემი არ გწხვენია. ბავშვის მაინც მოგერიდოს. აი რა მაგალითსაც აძლევ, ისე იქცევა ნიკაც. ელენე მის თქმა გინდა რომ ნიკა სკოლაში? ვაჭა! კარგი, ხო დაწყრდი დამშვიდი რა იყო ელენე, სამსახურში გაგვიანდება. სამსახურში ის მაინც გეთქვა რომ სამსახურში მაგვიანდებოდა ლაშანა. არაფრით მაგნისი შენახა. წავედი მე სამსახურში. ხო. რა იყო ბიჭო, შენ კიდე ერთი დღე რო ერთი დღე მოიქეცი ადამიანურად კა. ცოტა არ შეიძლება რომ დედა წადიკო ცოტანი თუმი თავწადი რა. არ მოჩები ვერ ხედავ რომ ნერვები ისედაც მოშლილი მაქვს. კარგი ხო, თუ ნერვები გაქვს მოშლილი, ადე კიდე სხვა რამეზე გადააყოლე გული. კიდე იაპონური ჯოკერი ვითამაშოთ. პატა, მეცადინეო. ჩუმოთ ვითამაშო დედას პიცავარ მას არ ამოვიღებ ისე. ჩუმოთ არ გითამაშია იაპონური ჯოკერი, უხმოთ არ გითამაშია, რა გჭირს ვერ გავიგე. პატა, სამსახურში არ მიდიხარ? სამსახურში რა. აუ ისე სამსახურში რა, ეს მიწევს ხოლმე ამბანის მიხედვით იმის დალაგება თავზე და ერთი მეც უნდა ვიმეცადინო შენი არ იყოს, ამბას უნდა გადავხედო, იმიტომ რომ აღარ მახსოვს ბოლოში რა არის, კი აღარ მახსოვს. ისე ის დაწერა რა მაგარი ტიპი იყო, თავიდან ეთყობა კარხასიეძე იყო, დაიწყო რა მიაყარა, აბაგოზე ევაზოთე იკალმეს კარგა და ბოლოს დაეზარა, მოიქენთა ეთყობა და ძ გადაღლეზე ჩატენა ერთად ყველაფერი დიახ, აი და რას გამოვიდა. კარგი, თეკლა რა გჭირს, ხო არ ყავს მომიდუღებ?
კარგი, მე თვითონ მოვიდუღებ, ხელს საშეგეშლი გავჩუნდები ხმას ავიღებ. გააგზავნებ საქმეობა. ეკონომიკის. ყავა სად არის კლა? მეორე თაროზეა. მეორე თაროზე. ეკონომიკის. საქარი. ეგეც. საქარიც. ეკონომიკის. ჩემი ფიჯანი სად არის? განვითარების კარგი პატარა, მაგრამ მე გაგიკეთებ მაკავას. აი რა გჭირს თეკლა, არ მინდა საერთოდ ეს ყავა წვენს დავლევა, არ მინდა ხო? ეკონომიკის განვითარების წვენი მანდებს საწრუპი მეორე თაროზეა და ჭიქა ხელში გიჭირავს. კარგი, ხო, ნერვიული, კარგი. ეკონომიკის განვითარების იცი, მიდი გააგზავნე. ეკონომიკის განვითარების რა გჭირს ვერ გავიგე, ამდენი ხანი გისმენდა, აი ეკონომიკის გამაგისმეტი არ გაქვს სასწავლო თუ ვერ იმახსოვრებ თუ ეგ არის. თუ აგზელებ თუ რასაკეთებ. ეკონომიკის განვითარების ძირითადი რა მაგარი ეკონომიკის განვითარების ძირითადი. ეკონომიკის განვითარების ძირითადი. ეკონომიკის განვითარების ძირითადი. ეკონომიკის განვითარების ძირითადი. კარგი პატარა რა ხასიათზე წავედინე კაფეტერიაში მომაცადე. კარგი თეკლა რა დავაშავებ ზივარჩენ. განდარის ძირითადი. ხასიათზე ხარ და სახელმწიფო შენ სტადგები კარგ ხასიათზე. მისუქებს ტუჩებს. გამარჯობა. კაპიტანი დიანა ბოდიში დამაგვიანდა. დაბრძანდი. დიახ. მანდა არა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. თათბირს ვერ მოგუსწარი? არა, ცოტა ადრე მოგივიდა მოსვლა. მართლა? ხო, მე ხლა იმდელ თათბირზე ვლაპარაკობ. დღევანდელი რამოდენიმე საათის წინ დამთავრდა. იცით რა, სკოლაში ვიყავი, ჩემი შვილის სკოლაში კრებაზე. აუცილებლად უნდა მივსულიყავი, უბრალოდ არ მეგონა ამდენ ხანს თუ გაგრძელდებოდა. ელენე, იცი მე რატომ არ დავაგვიანე თათბირზე? იმიტომ რომ შვილის კრებაზე არ ყოფილვარ. და იცი რატომ არ ყოფილვარ შვილის კრებაზე? იმიტომ რომ შვილი არ ამყავს. და იცი რატომ არ ამყავს შვილი? იმიტომ რომ გაუთხოვარი ვარ. და იცი რატომ არ გაუთხოვარი? იმიტომ რომ თათბირზე არ ვაგვიანე. ასე რომ ასეთ შემთხვევაში წესით უნდა განთავისუფლებდე, მაგრამ გაძლე უფლებას დაწერო განცხადება და შენ თვითონ წახვიდე. მაგრამ ქალბატონო დიანა, მხოლოდ ერთი დაგვიანებისთვის? არა, უკვე მესამე დააგვიანე. არა, მეორედ. ხვალ ხო დააგვიანებ, მესამეც გამოვა. დიახ. რატომ გამართები? იცით რა არის ქალბატონო? ელენე, დაგვიანებას ვერავისგან ვერ ავიტან, ვერ ავიტან. დიახ. უკაცრავად ქალბატონო დიანა დამოგვიანდა. გამარჯობა ელენე. რა პრობლემაა ზოგი? ჩამეძინეთ და მაგიტომ დამოგვიანდა. ვის არ მოსვლია? არა, როდესაც საპატიო მიზეზია, ხმას ხომ არ ვიღებ. კარგით მე წავალ. ელენე, ყავა მოუტანე ანზორიკოს. კი, მაგრამ მე ხომ აქ აღარ მუშაობ. გადავიფიქრე. მართლა? ეხლა მოგიტანთ ყავას? არა, ვიყოს მე სახლში დავლია უკვე. მადლობა. მე გავალ საქმის მიხედავ, კარგით? დაბრძანდი ანზორიკო, დადი იმუშავე, გენაცვლე, წადი. საქმეზე ჩავფიქრდი. დიახ, გემიშნავდეთ ქალბატონო. ქალბატონო დიანა, ძალიან დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთი შანსი მომეცით. რა შანსი?
განთავისუფლებაზე ლაპარაკობ. არა, ეს იმიტომ გითხარი რომ მანზორიკოსის ყავა მოგეტანა, თორე არ გადამიფიქრებია. ეხლავე დაწერე განცხადება და წადი. კი, მაგრამ ქალბატონო დიანა, მე ვარ მარტო ხელა დედა, ხო გესმით როგორი რთულია მუშაობა და ბავშვის აღზრდა ერთდროულად. მithumedes უამრავი დრო გექნება ბავშვის აღზრდისთვის. კარგით ნახვამდის. ქალბატონო დიანა, სხვათა შორის მე სახლში მყავს ძმა. ქერათმიანი ცისფერთვალება, უცოლო და დღეს დილით მთხოვა საუზმე მომიმზადეო და უფრო მაგიტომ დამაგვიანდა. ელენე, ეგ არ გიშველის. ელენე, მართლა უცოლოა? უცოლო, ქალბატონო დიანა, აბსოლუტურად უცოლო. არ გამოდის რა ესე არაფერი არ გამოდის სხვა რაღაც უნდა მოიფიქრო რა მიდი ახლა პეტო იფიქრე აბა მიდი კარგი ახლა ლექსი ხო ლექსი შეიძლება მაგრამ ლექსი სიყვარულის რითმა ვერ ვიპოვე და რა ვქნა რა გავაკეთო ჰა ცეკვაკინი არ ვიცი აბა რა იყო ახლა ეს რანაირად ცეკვავდი სიმღერას არ ვიცი არა ალბათ არ გამოვა რა ვქნა რა გავაკეთო რა მოიფიქრე ეს რა ეხა აქ რო დავსვავ ესე უნდა ვიждეთ ესე რა გინდა ორიგინალურია იყოს მაშინ ხო კარგი ესე ვაიმე მოვიდა ამი მქონი ამათ ხო შეჭამეს რა აღარ შემიძლია რა უკვე რა რა გინდა ბავშვი არ მინდა დღეს დალევა არ ცალია ამან აღარსო მორჩა რა არის პატა რა დაკეტე რა რიტუალსაც ხო აუ ბიძია გიხოცები არ დამტოვრო მე სხერყლად არ შემწიროს რა მოვე ახლა მოიცე ვინ სად უნდა დატოვო ვინ უნდა დატოვო რა უნდა დატოვო რა უნდა დავტოვო და ნიკა უნდა დავტოვო შენთან ხო ნიკა უნდა დავტოვო გუში რომ დაალევინე ხო გახსოვს ელენე როგორ გვეჭხობა ხო და გამოიწყიდე დღეს დანაშაული და ამეცადინე ნიკა ერთი წუთი ლაშა მოიცადე მე ვერავის ვერ დავიტოვებ არ ცალია მე მგონი ხედავ რომ რაღაცა საქმე მაქვს და დაკავებული ვარ ხო დილიდან მომზადები რაღაცისთვის რა თეკლას ხელი უნდა თხოვო ცოლად გამოუყვეს რას ლაპარაკობ ეს რაღაც პატარა სურპრიზს უმზადებ მე საღამოსკენ პატარა რომანტიკული ვახშამი და ბებია ჩემი სტატუებული ბეჭედი მაქვს ხო ცოლადუსაც მოიყვანი მასაჩუქეო და რა მაგარია ძალიან მაგარია პატა მაგარი ხო და ნიკისა ელენე მოაკითხავს და ელენე წაიყვას ნიკას ერთი წუთი ვერ დავიტოვებ ეთქი იფარი ხარ არ ჭირს არ შემიძლია ლაშა ამის მეცადინეობის და იმის თავი მაგ არ შემიძლია ვერ დავიტოვებ ხო ხედავ მოიცადე პატა მოიცადე რას ქვია ვერ და პატა მომხედე ხა შენ რო ხელს ხო თეკლას რო დაქორწინები ჩული ხო უნდა ყავდეთ ხო მე ხო დაგებარე მზა პროდუქტი და ამეცადინებ მე რა გამოცდილებაც გიქნება შვილის გაზრდაში აკეთე იგი რაღაცა და ხო აბარა პატა მიდი ხო აბარა იცით ხომ ეს დაიტოვე გითხარი არ ცალია რა კარგი რელაში შემოსალე ესე ჩოქოლადი არა ნაკადე კარგი პატა გავიკეთე ძალიან ბევრი საქმე მაქვს პატა თორე მე დავიტოვებდი ნიკას იმდენი საქმე მაქვს გადარბენა გადმორბენა იკიტა კარგი ამბავია და ეს თეკლას და შენი ამბავი მომეწონა თუ რამე დაგჭირდეს მე აქვე ვარ დამიძახე ხო ისე მაინც გვერდზე ზარცმულ და რეკავ მეძინება მე იქით ოთახში აჰა კი არა გითხრა შენ რომ ეხა დაждები და იმეცადებ ხმას არ ამოიღებ აჰა ესე იგი თეკლას ცოლობა უნდა ვთხოვოთ
კარგია და ამ გადაღუნული სათლების გარდა რამე გაქვს ხა მოფიქრებული? ეს არის ორიგინალური რო იცოდი შენ ბავშვი სხვათა შორის. ორიგინალურია? რას დადიხარ ხარ? ხო, ლაშამ რომ დაждდეს და იმეს ადინოსო. აიღე შენი გეოგრაფია თუ გეომეტრია თუ რაღაცა და ისწავლე იმეს ადინო. მიდი. ხო, გაყოფილებსაც ვისწავლი, მაგრამ ერთად უფრო კარგად არ გავაკეთებთ? თქვა ეხლა ამანაც ამ მაგაზე იმიტომ რომ დილიდან თავს და ჯერ ვერაფერი ვერ მოვიფიქრე რომ შემომივარდით აქ დამასადეთ რამე ხო და მკითხე მე უკვე ერთი იდეა მაქვს თქვა თქვი აბა რა იდეა ესე იგი აი ამ წიგნიდან ამოხე ფურცლებს რაც შეიძლება ბევრს და დაწვა მიართმევ თეკლას ბეჭედს ხოცი ფერფერო მარადიულობის ნიშანია შენ რა გჭირს ვერ გავიგე რა რეებს კითხულობ დაჯექი და იმეც ადინე რა ეხლა აბა მაჩვენე ბეჭედი რა ბეჭედი უნდა ვიცი დაჯექი ახი რა მაგარი ბეჭედია ეს დამიტოვა ბებია ჩემო და მითხრა რომ ცოლადუსაც მოვიყონ იმასაც ჩქე ნახე ხო მაგარია ბეჭედი სადა ბავში ცოტა თხელი ბეჭედია და აი ამ რაკურსი თუ შეხედავ კარგად ჩან შეხედი არგორია ხო მაგარია კი აბა მაჩვენე ოღონდ არ გაგიწყდეს ეხლა იცი რა გიქი შენი თავი არ მაგარ დაჯექი და იმის ადინემოს გიქხარ რა საქმე ფერაღაცა მოვიდით ლაშა გვიძავს მე მეგონა გეძინა მე ლაშა საშინელი დღე მქონდა დღეს სამსახურში თათბირზე დავაგვიანე ჩემი უფროსი ისე გაბრას და ის ახალი უფროსი რომ ყავს ხო ის საშინელი ქალია ლაშა ისე გაბრას და რომ შეიძლება სამსახურიდან გამარჯვეს მაგრამ ლაშა არაუშავს მე რაღაც მოვიფიქრე შენი დახმარება მჭირდება რა თქმა უნდა შენ თავი უნდა გავაცნო რა თქმა უნდა შენ თუ თანახმა იქნები ლაშა გამოიწიერთ ლაშა გამოხედილნე ხო რამეს მეუბნებოდი არაფერს არ გეუბნებოდი მარტო ხარ მეთქი კი მარტო ვარ ხო სულ მარტო ვარ ხო რამდენდე უნდა იყო ასე მარტო როდემდე ლაშამ მე შენ სხვა არაფერი არ მithოვია როგორ არ გითხოვია ელენე რას მეუბნე როგორ არ გითხოვია ნიკა დაიტოვეო ხო მითხარი გოგოებს ნუ ამოიყვანო ბევრს ნუ ჭამო ხო კარგი ლაშა კარგი დღეს სხვა არაფერი არ მithოვია როგორ არა გოგოებს ნუ ამოიყვანო ნიკა დაიტოვეო კარგი ლაშა ბოლო 1 საათის განმავლობაში სხვა არაფერი არ მithოვია არა ბოლო 1 საათის განმავლობაში ხო და ლაშა ახალი უფროსი რომ ყავს იცი კი დღეს რომ მიდიოდი სამსახურში მითხარდი ხო და გაუთხოვარი რომ არის არა კარგი თქოს ხო და ლაშა დღეს სამსახურში რომ დავაგვიანე თათბირს საერთოდ ვერ მიუსწარი ისე გაბრაზდა რომ შეიძლება გამაგდოს და მე რა უნდა ვქნა რას ქვია რა უნდა ქნა ხო გითხარი გაუთხოვარია მეთქი გაუთხოვარი ხო და შენ თუ თანახმა ხარ დაპატიჟებ პაიმანზე და მე ჩემი და ჩემი უფროსის ურთიერთობა დათბება და სამსახურიდან აღარ გამაგდებს მივხვდი და კარგი ელენე აუ კი ლაშა ძალიან მართლა აუ ელენე ფეისბუქზე ხო ყავს დამატებული გეყოლება შენ და მანახე რა გეხვეწები მანახე აუ არა ლაშა კი რა გეხვეწები მანახე არა მანახე ელენე რა რა მოგივიდა ეხლა მანახე სურათი კარგი მაშინ ჯერ დამთანხმდი კარგი თანახმა ვარ აბა ელენე სო იყოს ლაშა მოხვედი ელენე წამაფარე რამე რა კარგი რა მაიმუნობის დროა რა სიტყვი რას ვიტყვი ელენე და მე გიშოვი ახალ სამსახურს რას ვიტყვი კარგი რა ლაშა რა შენ მე საერთოდ არაფერში არ მეხმარები მე ვარ მარტო ხელა დედა არც ბავშვის აღზრდაში არ მეხმარები არც სახლის საქმეებში არ მეხმარები და შეიძლება სამსახურიდანაც გამაგდო ო კარგი თანახმა ვარ მაშ სურათი ვაიმე არა ელენე რა ეს რა არის ლაქა თუ პომადაა ვერ გავიგე ლაშა ეს არის
ომადა და ეს არის ლაქა. სამთლების გარდა ისე ხარ მომზადებული? დამაცად რომ მომზადებული ყავი, ჰა? ჩათვალე ეხლა, თვითონ მე ვარ თეკლა. და უნდა მომცე ბეჭედი. მიდი. მიდი დაიწყე. კარგი. ნიკა. ნიკა თეკლა. ხო, კარგი, თეკლა, ერთი წუთი დამაცადე ხო. თეკლა. ხო. ეგეთი ხვით მეუბნები თორე მეცინება იცოდე. ისე რა ქვია. თეკლა. თეკლა. ნიკა. ნიკა თეკლა. ხო, კარგი, თეკლა, ხო, კარგი, გამონყვები სოლა თეკლა. მათემატიკას დამიწე? კი. მაშინ კი ძირფასო. არგი რა ბავშვი, შენ რაღაც ხუმრობ და ხა არ გამოვა ეს ვარიანტი, არ ვარ გარამე, სხვა უნდა მოვიფიქრო, არ ვიცი. ო, ეს არ გამოვა. კარგი, მაგრამ ან ლექსი ან სიმღერა ხო არ მოამზადე? ლექსი კი მომამზადე რა დავიწყე, მაგრამ მე რითმა ვეღარ მოვა. სიყვარულის რითმი ხო არის შენ რა რო სიყვარულის ხო, აბა მიდი რა იცი. დატანჯული? ფანჩატური? რა ფანჩატური ბავშვი ეს ლაპარაკი. საზარდული? მანდატური? მანდატური კარგია. მანდატური რაღაცაში გამოდგება, კარგია. ყოჩა ბავშვი. მოკლედ. თქვა. ხო იცი? ბეჭდის მირთმევას და ლექსის თქმას თავის პოზა რა უნდა. პოზა? ხო, ფილმებში არ გინახავს? ჩაიმუხლე. კიდე. ის მუხლე ხა შეწეიქით. ეს ფეხი გამოცი? ხო, ჩე. კარგი, ერთი წუთი დამაცადე ხო. თეკლა. ორა ყოფილა ეს სიყვარული თავს დამტრიალებს ვით მანდატური. წავედი მე გეოგრაფია იმის. გეოგრაფია კი მოდი ამაკენებოდი ხავდები. არა შარშერე რას მეუბნები ხა გამორიცხული. კარგი რა ლაშა იმას მაინც ჯობია დღეს დილით ვინც ყავდა. დღეს დილით კი არა გუშინით ყავდა იმასაც არ ჯობია ელენე. რა? გუშინაც ყავდა? კარგი რა. ხარიცი შენ ხო. კარგი ლაშა რა ჩემი არ გწხვენია ნიკასი მაინც მოგერინდოსო. ნიკა. სად არის ნიკა? პატამ გაიყვანა გუშინო დავათრე უნდა გამოვისყიდო ჩემი დანაშაული და მე თვითონ ვამეცადინებო და გაიყვანა. გამაგლიჯა ხედი. ძალიან კარგი ესე იგი თანახმა ჩემი ბოდგოჩომა. კარგი დაიყო ელენე რა. აი აბა სხვა სურათი მაჩვენე. ისევის მაჩვენე კაცო. არა ელენე რა გეხვეწები არა არ შემიძლია ნუ ეხლა აბა რებს ლაპარაკობ ელენე გამორიცხული ეხლა ეს მე არა. ლაშა გეხვეწები ძალიან გთხოვ. მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი დახმარება. შეიძლება სამსახურიდან გამაგდოს მეშინია ლაშა. მეც მეშინია ელენე. ლაშა იცი რა არის? დამთანხმდი და ერთ სრულს, რასაც მეტყვი შეგისრულებ. ელენე ამად რომ ღირდეს, ეგეთი სურვილი არ არსებობს. კარგი, რა ქვია სახელი მაიწვი ხარ? სახელი დიანა. ლაშა, ნახე სამაგეროდ, ნახე რა გვარია, ნახე. არის იმის ვინმე არის ნეტა? იმისი? არა მგონი, არა. ჯართ პარტიაში არ არის? კარგი ლაშა, არა მგონი, არ ვიცი. ლაშა, ესე იგი თანახმა ხარ, მე ხლა ავდგები დიანას დაურეკავ და შევთანხმდები, რომელ საათზე მოვიდეს ჩვენთან ხო? ელენე, მომისმინე ერთი წუთით. თქვენ შენთან სამსახურში შემოსასვლელში რო გოგოსის, ის რო გამაცნო არ დაგტოვებენ სამსახურში? კარგი რა ლაშა, არა. ისე რო გამაცნო. კარგი. ელენე, მე მომემზადები ხო? იცოდე რომ შენი გულისთვის ვაკეთებ ამ. გამარჯობა ქალბატონო დიანა. შენი გულისთვის კი არა, ნიკასთვის ვაკეთებ მე.
კარგი. დიახ, ელენე ვარ. ჯვარმინდა მამა დიახ, თქვენ არ მინდა ბავშვი რომ უმამოდ გაიზარდოს და შენ დარჩე კიდე უმუშევა. რომელ საათზე გცალიეთ თქვენ რომ აი რაღა მე მომახტი ერთი გამაგები. დიახ, ქალბატონო დიანა, რომელ ვერ საათზე უთხარი ვერავის, შენი ძმა რო ვარ მაგიტო ხო? ქალბატონო დიანა, მოკლედ საღამოს 7 საათზე რა გელოდი. შენ ძმას გადაეჭიდე? საღამოს 7 საათზე კი გელოდებით 9-ზე გეტყვი, 9-ზე მაინც გეტყვი. 7. დიახ, ნახვამდის ქალბატონო დიანა, ნახვამდის. ბოდიში გამარჯობა. მოგვიანებით გამარჯობა ბოჟან. აქ არ დაჯდებით. აქ ნიკაზის. გამარჯობა. თეკვა. შემომხედე. აბა რატომ მაცვია ყვითელი ზედა და წითელი ქვედა ბოლო? იმიტომ რომ გოიმი ხარ. არა, თეკვანა. ვაუ, რა კარგად მოგიფიქრებია. ისწავლე? კი, ძალიან ადვილი იყო. ერთ დღეში წავიკითხე. შენ? მეც ვისწავლე კი, მაგრამ მე ცოტა ნელა ვკითხულობ და ერთი კვირა დამჭირდა რომ გადამეკითხა. და ის ეკონომიკის მთავარი საკითხები გაიგე? რისი? მაგაზე არ ფერწერა. როგორ არ ეწერა სოფი, მთელი თემა მაგაზე იყო. შენ რა წაიკითხე? იცი რა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს უნივერსიტეტში, გისურვებთ ცოდნის სწორად გამოყენებას. სოფი, შესავალი წაიკითხე? ხო, ეგრე ერქვა შესავალი. უკაცრავად. მოგდენ. ყველა შევიკრიბეთ. დავიწყოთ. აბა ვის აქვს სურვილი თავისი აზრი გამოთქვას პირველ ლექციასთან დაკავშირებით. სოფი, იღრიასთან გახეული გაქვს მაისური. სოფი, გისმენ? მე? მე გიკარნახებ და შენ გაიმეორე. ისა შეიძლება კითხვები რომ დავუსვათ? როგორ შეიძლება? დაიწყო. სოფი, რას ფიქრობ გუნარ სპენსორის ეკონომიკურ მოდელზე? აბა გისმენ. არ ვეთანხმები. რა ვიცი, ნობელის პრემია აქვს აღებული ამ კვლევაში. კარგით რა, ვის ჯერა მაგ კონკურსებს? კარგი, სხვას აქვს შეკითხვა? მე მაქვს შეკითხვა. გისმენ? თუ შეიძლება დაასახელეთ სამთავარი კანონი. სამი მთავარი კანონი. პირველი მთავარი კანონი, ესე იგი, პირველი მთავარი კანონი, მეორე მთავარი კანონი მეორე მთავარი კანონი და მესამე მთავარი კანონი. და რა თქმა უნდა, მესამე მთავარი კანონი. თუ შეკითხვა არ გაქვთ, მე მგონი ჯობს სხვა თემაზე გადავიდეთ ხო? რა ღონისძიებები უნდა გაატაროს სახელმწიფომ, რომ მშპ გაიზარდოს? დიდი. კარგი, სოფი, დაბრძანეთ, საკმარისია, აბსოლუტურად საკმარისია. ამოუწურავთ ასხეს. კი ბატონო. იცით რა, ისე შემდეგ ლექციაზე ცოტა უფრო მომზადებული მოგზანდით, თორემ აქაურობის დატოვება მოგიწევთ. ერთი ომი ახლა დაიწყო.
შემიძლია რა გეხვეწები აღარ გვინდა რა ელენე რა გაისწორე სახე გამოაჩინე ლაშა არა როგორ არა გამოაჩინე ლაშა შენ უკვე დამთანხმდი მე ელენე არ შემიძლია გეხვეწები კარგი რა ელენე ლაშა და გახსოვდეს რომ ამას ჩემს გამოაკეთებ არა ელენე არა შენ ამისთვის ხარ ცოტა მე ამას ვაკეთებ სამშობლოს გულისთვის არა სამყაროს გულისთვის ვაკეთებ მე ამას კარგი ლაშა იყოს სამშობლო თუ გინდა იყოს სამყარო მთავარია რომ დიანა მოხიბლო მოვიდა იმედია მოეწონები ეს. ჯანდაბას ხო შემოიყვანე. გამარჯობა მობზანდი. საღამოშვიდობი. საღამოშვიდობი. ლაშა სტუმარი ყავს. ლაშა სტუმარი ყავს. ლაშა. ой მე ვარ ლაშა ხო სულ გავითიშე სულ. გაიცანი ქალბატონი დიანა. არა რატომ ქალბატონი უბრალო დიანა. ხო ეს დიანა. ელენე ლაშასთვის უბრალო დიანა. რასაც სიამოვნოა თქვენი გაცნობა. ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა დაბრძანდით აი აქ. დიახ აი აქ დაბრძანდით. ბალიშები. ხო გებიტო. როგორი ძლიერი ყოფილხარ. უაღრესად. ხო ეს იცით ფოტოზე სულ სხვანაირი ხართ მინდა გითხრათ სულ სხვანაირი ხართ. როგორი და ბრტყელი. ფოტო ხომ სიბტყეში ვუყურებთ ფოტოს ჩვენ ფოტო ხომ ბრტყელია და არა 3D და ამიტომ ხო ლაშა ელენე ბევრი რამ მიამბო თქვენზე როგორი მზრუნველი ბიძა ხარ წარმატებული ბიზნესმენი გიყვართ კლასიკური მუსიკა მოცარტი ბეთჰოვენი ფროიდი აი კიდევ ხომ არ მომიყვებოდით თქვენ შესახებ ამის დარჩა რამე რამე თუ დარჩა ცხვირზე მაგ პატარა ხალი აგერ როგორი იუმორის გზნობა გქონია ფანტასტიკური ყავა გიყვართ კი ორი ყავა ელენე მე მოვიტან ყავას მე ვამზადებ არაჩვეულებრივ ყავას ვამზადებ რას მოვიტან იქნებ დემბა მაინც დამარტყას კაცო ხო აი მეც არმანებებს ჩემი და არასდროს ყავის კეთებას ისე კარგად აკეთებს აერთვანეს ისე რა უცნაურია რომ ესე წარმატებულ მამაკაც ცოლი არ ყავთ აბა არც ყოლია აი სულ ვეუბნები ლაშა მოიყვანე ცოლი მაგრამ რა ნამდვილი უსამართლობა ეს ზოგიერთი გინდარას 2 3 4 ცოლი ყავს აბა გავალმე ხო იმეხმარები ელენეს ცოტა აი თქვენი ყავაც არის ჩვენი ყავა ჩვენი კარგი მე დაქტოვებთ ხელს აღარ შეგიშლით ბედნიერების სრებლებია ლაშიკო რა კარგი არა მარტო რომ დავრჩით ცხადია ვაიმე ოხელენე ფები მიქნა კაცო ეს როგორ დავაპატა ლაშა წავიდა დიანა
ტელეფონზე ლაპარაკობს აივანზეა. რა თქვა? ავი თუ ელენე დაბრუნდი დედალაშა ისე კარგად ვისაუბრეთ ისე გაუგეთ ერთმანეთს კი ვიცი სწორედ ახლა მიყვებოდა ლაშა აი დროც ისე გავიდა ვერც მივხვდი მე მგონი წასვლის დროა კი წასვლის დროა კი ლაშა წავედით სად გაფსირნო ზღაპრული ამინდია ლაშიკო თბილად ჩაი ძერ გამიცივდე სადმი შეგამაგებინე სად დაუჯერე მიდი შენი ფეხით მიშო კასაცანი უკალეთ რა ამ ბავშვის გახო არაფერი არ გამოვა რა ვერაფერში ვერ გამოიყენებ რა მე თვითონ უნდა მოვიფიქრო ის უკალეთ რა არის ეგარი შემოდის თეკლა მოვიყვან დავსვავ აქ მერე მოვალ უხლებზე დავდგები აქედან ბიჭის ამოვიღებ და არა ესე არა შემოდის თეკლა დავსავ აქ მე გამოვალ ოდნავ უკან და აი ესე თეკლა გასწები შემისული აი ესე კარგია აი სულ თეკლა როგორ ხარ? კარგად ხარ? ატა რა არის ეს? დაიწყეს ხო უკვე შუქის ჩაქრობა? აი თეკლა ერთი წუთით რაღაც უნდა გითხრა. ატა ძალიან დაღლილი ვარ ძალიან მეძინება გეხოცები ხომ მითხარი კოცნი კარგად ხარ. არა და რა კარგად გორაობ რა მე მგონი არაფერი არ შევა გარბი ხარ სუგრუმელა რა ვიცი და დაგვიანდა და ვეთქე წავალ თქო კარგი წადი და ხვალ დამირეკე ხვალ მართალი ხარ უკვე დღეს ლაშა შენ გონია მე ვერ მივხვდი დღეს რაც მოხდა მივხვდი იცი მე არაფერ შუაში არა ვარ ეს ბედის წერა იყო ჩვენ შორის გრძნობების ვულკანმა ვეზუვიმა მოხეთკა აი მე ხოლაშა მეც შემიყვარდი აი მართლა ვაი